უწყვეტი პროევროპული აქციების 280 დღეს მოქალაქეები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ იქ, სადაც კახაკალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. ღონისძიებას ოცნების ლიდერები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეებს პოლიცია თავდაპირველად მელიქიშვილის გამზირის გადაკეტვის შესაძლებლობას არ აძლევდა, თუმცა მოგვიანებით დემონსტრანტებმა საავტომობილო გზა დაიკავეს. გზის გადაკეტვის შემდეგ აქციის მონაწილეები კალაძის ახალ საარჩევნო შტაბთან მივიდნენ, სადაც საპროტესტო შეძახილები ისმოდა. საპროტესტო შეძახილების ფონზე უწევდათ შტაბის დატოვება ოცნების მხარდამჭერებს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რამდენიმე ქალდემონსტრანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეაფურთხა ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი შუკვანმა. კალაძის შტაბს დღეს ათეულობით პოლიციელი იცავდა.